Kucha. Alrebis ngamat gavna. მოგესალმებით ყველას ძვირფასო მეგობრებო. ძენდება ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავყრილობები. საგაზაფხულო სეზონი იწყება დღეს და იწყება მეტად ორიგინალური წიგნით შოთა რუსთაველის საიდუმლო მისი პირველი ტომი. გაზაფხულია სამტომეული. პირველში ვინაობა იქნება, მეორეში მსოფლმხედველობა, მესამეში ბიოგრაფია. სამტომეულს ვამბობთ, მაგრამ შეიძლება 4 გამოვიდეს და შეიძლება 5-იც გამოვიდეს. იდეა და ხორ შესხმა ეკუთვნის დავით გალეგაშვილს და როგორც მისთვის არის ნიშანდობლივი მისი საქმიანობისთვის, მე ვიტყოდი მისი მოღვაწეობისთვის, ეს წიგნიც არის სრულფასოვანი გამოცემა და ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ მნიშვნელოვანი. ფუნდამენტი და საძირკველი ამ წიგნის არის პავლე ინგოროყვას მონოგრაფია, ის მონაკვეთები მისი რუსთველიანიდან და რუსთველიანას ეპილოგიდან, რომელიც უშუალოდ ეხება შოთა რუსთველის ვინაობას. მაგრამ მასთან ერთად თავმოყრილია ყველა ის გამოკვლევა, რაც კი ამ თემაზე დაწერილა და ზოგი ძალიან მწვავე დაპირისპირება პავლე ინგოროყვასთან. ბატონმა დავითმა გადაწყვიტა და სწორად გადაწყვიტა ამ შემთხვევაში, რომ კითხვისთვის მიეწოდებინა მასალა და იმ კითხვას თვითონ შეემუშავებინა თავისი აზრი. ბატონი დავითი არის მოხრე, იზიარებს პავლე ინგოროყვას კონცეფციას, მაგრამ კითხვას აქვს სრული უფლება ან გაიზიაროს, ან ნაწილობრივ გაიზიაროს, ან საერთოდ არ გაიზიაროს და დაუჯეროს მის ოპონენტებს. მოგეხსენებათ, ორი ეტაპია სამეცნიერო საქმიანობისა, მონოგრაფიის დაწერისა, დისერტაციის დაცვისა და გარკვევისა. ერთი მასალების მოგროვება, დალაგება, ბიბლიოგრაფიის შედგენა და მერე უკვე მისი შესწავლა, დამუშავება და გაგრძელება კვლევისა. და ერთი ეტაპი დისერტანტებს, მომავალ დისერტანტებს და მომავალ მონოგრაფიის ავტორებს ბატონმა დავითმა უკვე შეუქმნა ყველაფერი, ვისაც უნდა დაწეროს შოთა რუსთაველის ვინაობაზე მონოგრაფია, აქ არის ყველაფერი. ისე რომ ბატონი დავითი არის, იქნება მომავალი დისერტანტის თუ მომავალი მკვლევარის ფარული ხელმძღვანელი, ფარული თანაავტორი, ხელთავს ყველაფერი. ბატონი დავითის დამსახურება მინდა აღვნიშნო ძალიან მრავალმხრივი, მაგრამ ამ შემთხვევაში პავლე ინგოროყვას წინაშე, ამ დიდი სახელის წინაშე, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება არა მარტო როგორც ლიტერატურის მცოდნე, ლიტერატურის ისტორიკოსი, არამედ როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელზეც დაყრდნობითაც უნდა ვხედავდეთ მომავალ საქართველოს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა რა არის? წარსულზე წერდა პავლე ინგოროყვა, წარსულში ხედავდა მომავალი საქართველოს და ის მომავალი საქართველო როგორ უნდა იყოს, არის პავლე ინგოროყვას ნაშრომებში და აუცილებელი ამ სახელის წამოწევა და აი ბატონი დავითის დამსახურებაა, რომ მისი ტომები განახლდა. არაერთი წიგნი პავლე ინგოროყვასი გამოვიდა და პავლე ინგოროყვაზე გამოვიდა და ეს წიგნიც ამავე თემატიკას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ბატონი დავითი ისაუბრებს ამ ყველაფერზე, თუმცა მანდამდე მინდა ნიკოლოზ სანებლიძეს ვთხოვო გამოსვლა სარედაქციო კოლეგიის წევრს, ამ წიგნის შექმნის მონაწილეს და ერთ-ერთ პავლიკიანებს. ჩვენ ასე ვეძახდნენ ხოლმე ახალგაზრდობაში პავლიკიანი ელემენტი, მაშინ პავლეს ძალიან დიდი აუდიტორია ყავდა ოპონენტებისა.
ძალიან ცოტანი ვიყავით, ვისაც მისი ჯეროდა და ჩვენ ტრაბახობთ კიდევაც, რომ იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვართო, ვისაც პავლე გოროკო უნდა ხავს და ვისაც მასთან უსაუბრეაო და მართლა არის ბატონო მერაბ, არის მართლა სატრაბახო თქვენი არ იყოს და ჩემი არ იყოს. და აი ბატონო ნიკას მინდა ორიოდე სიტყვა გძანოს. სიმართლე გითხრათ რომ როსტომს უთხარი კიდევაც რომ თვითონაც საუბრობოდა ამბავს, მაგრამ უჩემოთ ასე თქვა. მაგრამ რადგან მან და ავტორმა ინებეს და მეც მომცეს სიტყვა თავიდანვე, შევეცდები რაღაც ისეთი თქვა, რაც შეიძლება სხვაგან თქვას. როდესაც ამ ნაშრომს, რომელიც ბატონმა დავითმა წარმოგიდგინა, ვეცნობით, მე რო გავეცანი ყოველ შემთხვევაში, ასეთი ნოსტალგია გამიჩნდა რა. კარგი დრო იყო, როცა ფილოლოგიის ფაკულტეტს ერქვა ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი. რატომ? იმიტომ რომ ის ვინც ქართულ სინამდვილეს და მის კულტურას სწავლობს, მას ერთი მიმართულება არ აქვს. პავლე გოროკო და სხვაებიც, კორნელი კეკელიძე და სხვაებიც, ხოჭოს ბოლო ასეთი ადამიანი იყო ბატონი რევას სიგას, რომელსაც აი მრავალმხრივი განათლება ჰქონდა და ეს მათ აძლევდა საშუალებას, რომ ქართული კულტურისთვის შეეხედათ ფართო თვალსაჩინით, ძალიანად, ასე ვთქვათ, ფენომენოლოგიური რაობა მისი გაერგული. ეს მხარე. მეორე მხარე გახლავთ ის, რომ პავლეს გარდაცვალების შემდეგ ბატონმა ზაზა ალექსიძემ გააკეთა ისეთი აღმოჩენა, შემთხვევით სრულიად ამ ისტორიას ალბათ ბატონ დავითი მოყვება, რაც ადასტურებს მის, ასე ვთქვათ, თეორიას შოთა რუსთაველის წარმომავლობის შესახებ. საქმე ეხება რუსთაველთა გვარს და იმის დადასტურებას, რომ ასეთი რამ არსებობდა. ეს მოხდა პავლეს გარდაცვალებიდან კარგი ხნის შემდეგ. მაგრამ ეხლა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ რუსთაველზე ვიცით უფრო მეტი, ვიდრე ინგლისელებმა იციან აი ტრაგედიების ავტორზე, რომელსაც შექსპირს მიაწერა. აი აქ რო მიშა ანთაძე იყოს, იმან დაწერა წიგნი შექსპირზე, შეუყვეტა და დაწერა. და დამეთანხმებოდა, რომ აი იმ წიგნში, რომელიც ბატონმა დავითმა გამოცადა, რომელსაც კიდევ გააგრძელებს, უფრო მეტი სანდო წყარო არის მოპოვებული რუსთაველის შესახებ, ვიდრე აი იმ წიგნში, რომელიც დაწერა ბატონმა მიშა ანთაძემ, რა თქმა უნდა, ლიტერატურის გამოყენებით შექსპირის ტრაგედიების ავტორის შესახებ. შეჭერა პიტერ აკროვიდმაც თორმეტი ვერ ათქვა. ხო, ნუ როგორც არის. ასე რომ, აი ეს ამბავი რომ ეს ასიახობნა რა, ფრანგებმა ბევრი არ იციან. მათი უპირველესი პოეტის შესახებ რა. რომელიც გაქრება პარიზიდან და მე რა მოხდა კაცმა არ იცის. მე გულისხმობ იმ პოეტს, რომლის შესანიშნავი თარგმანებიც გვაქვს ქართულად რა. და მესამე, რაც აგრეთვე მინდა ჩემი გამოსვლის პირველ ფაზაში ვთქვა, მე არ ვეშებ ხოლმე მუსიკას და მინდა გითხრათ, რომ აი როცა პირველი თეზისი ვთქვი, რომ ქართული კულტურის ადეკვატური, ასე ვთქვათ,
კვლევა გულისხმობს მრავალმხრივ პროფესიულ განათლებას. ეს იქნება ალბათ შემდეგში. ეს არის ქართული მუსიკა და მისი ასე ვთქვათ საფუძვლების კვლევა, რომელიც აგრეთვე პავლეს ეკუთვნის. და თუ თქვენ კარგად წაიკითხავთ, ასე ვთქვათ, მუსიკოსების მოგონებებს, განსაკუთრებით მომღერლების მოგონებებს, იოლად მიხვდებით, რომ მთელი ქართული პოლიფონიური მუსიკა, რომელთაც ასე მოგვაქვს თავი, სინამდვილეში პავლე ინგოროყვას გაშიფრულია და მისი მითითებით ეროდნენ და აღადგინეს ქართული საგალობლები. გაგახსენებთ, რომ ერთხელ ხშირად ამბობენ ამას, რომ კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ თქვა ერთხელ, რომ ქართული პოლიფონია რაღაც საოცარი რამ არისო რა. ეს ის სტრავინსკია, რომელიც მე-20 საუკუნის პროფესიულ კომპოზიტორსა და კვლევართა აზრით მსოფლიო ისტორიაში მეორე ადგილზეა ბახის შემდეგ, როგორც კომპოზიტორი. მე დავფიქრდი ცოტა ხნის წინ, რა მუსიკა მოასმენია სტრავინსკის. ეს არის საინტერესოა. ცხადია, რომ მან მოისმინა ჩაკრულო, რომელიც მსოფლიო მიწის ესა, მაგრამ სხვა რაზე დაყრდნობით თქვა ეს გასარკვევია და მე ვფიქრობ, რომ ამაში ის კვლევები, რომელიც პავლემ ჩაატარა, სერიოზულ როლს თამაშობდა. ხო, მე მადლობა მინდა უთხრა ბატონ დავითს და კიდევ ერთი ადამიანის სახელი უნდა ვახსენო, ეს არის ბატონ პაატა კოულაშვილი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორი არის რედაქტორი. ის გარდაცვლილია სამწუხაროდ ახლა ხანს გარდაიცვალა, ეს იყო დიდი დარღვევა ჩვენთვის ყველასთვის. ის იყო პარლამენტის წევრის და მას აქვს ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. და ის ამას ბატონ დავითი ალბათ იყო, ის ამხნევებდა ბატონ დავითს, თვალყურს ადევნებდა მას და ერთ-ერთი აქტიური, ასე ვთქვათ, ადამიანი იყო და მას ეკუთვნის დიდი დამსახურება, მაშინ წიგნი გამოვიდა. რა თქმა უნდა, როსტომის უპირატესობა ამ საქმეში ამას ვერავინ უარყოფს. ახლა გადავწევთ სიტყვა ბატონ დავითს. ერთ წუთი. როცა ჩემთან სწავლობდნენ ხოლმე სხვადასხვა მეცნიერს, ეუბნებოდებესო, პავლიკიანელიაო და ისინი ინტერესდებოდნენ მოწამლული თუ მე ვამბობდი დიახ მოწამლული. დასტურებდი. მოწამლულთა სიას პავლიკიანელების და შეიძლება ბატონი დავითი და ბატონი დავითი ისაუბრებს და შეატყობთ როგორი მოწამლული. მადლობთ. ციგნის იქორდობია. ესე მოვიქცევი ბატონო როსტომ თქვენი აბათვით. ციგნის გამოსემის წინაპირობებს აქედან მოყოლი და შემდეგ გადავალდა შეერების თორთავის ბიოგრაფიას იქიდან მოგახსენეთ. ვიდრე ციგნის შინაარს მოგითხრობდეთ, მანამდე მინდა რომ ისტორიული პერსპექტივა დაგანახოთ დღევანდელი დღისა და ჩვენი შეხვედრისა. ეს დღე თავისებურად ამთავრებს საუკუნეზე მეთხან პერიოდს და დღეს ალბათ ახალი დიდი ეტაპი იწყება, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს დაუბრუნდეს მსოფლიოს უდიდესი პოეტი შოთა რუსთაველი და საქართველოს მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე პავლე ინგოროვა. ჩვენ მათ გარეშე დაუბლებულები დავდივართ და ეს უკანასკნელი 3 ათწლეულია გომჩნევა დიდიც. ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა რა ღვაწლი აქვს პავლე ინგოროვას უმაღლესად მცირე საკითხებზე, რაც მოასწრო. მე მას დავამატებდი ასეთ რამეს, რომ პავლე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა აკეთებდა საოცარ აღმოჩენებს. იყო 19 წლის, როდესაც 1913 წელს უკვე ძირითადი მასალები მომზადებული ჰქონდა და პირველად მან მოხსენებები გააკეთა საზოგადოების წინაშე და წარადგინა შოთა რუსთაველის
ვინაობის ისტორიული დოკუმენტები. ეს 1903 წელს იბეჭდებოდა ჟურნალში კლდე, გაზეთებში, სახალხო გაზეთში და თემი, მაგრამ შემდეგ 14-ში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ დაინგრა რუსეთის იმპერია, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და 21 წელს ისევ დაგვიპყრო რუსეთის იმპერია. და უკვე 1922-ში მან გააგრძელა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის შესახებ კიდევ დამატებითი მასალების წარდგენა, უკვე ხდებოდა მწერალთა კავშირის დარბაზში და ასევე მწერალთა კავშირის გაzetებში იბეჭდებოდა ეს მოხსენებები. ძალიან ახალგაზრდა იყო და ახალგაზრდას ყოველთვის უფრო მეტი სიმკვეთე ახასიათებს და მისი რამოდენიმე გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას, რელიგიურ შეხედულებებს, ოდნავ უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე უფრო მოგვიანო ხანებში. ხანებში ბატონ როსტომს რამდენჯერმე მოყოლილიც აქვს სხვადასხვა შეხვედრებზე. ამიტომ ახალგაზრდა ბიჭს 20-იან წლებში ჯერ კიდევ დაუპირისპირდნენ მაშინ უკვე ცნობილი ქართველი მეცნიერები, მასზე უფროსები, ორჯერ და სამჯერ მეტი ასაკის ადამიანები და გარდა ამისა, აი ეს მკვეთრი საკითხები გამოყენებული იქნა იმ პერიოდში, როცა იქნა გამოყენებული. 26 წელს დაიბეჭდა რუსთველიანა ლათინური ასოებით, შემდეგ გავიდა თითქმის 40 წელი და მას შემდეგ რაც იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ირაკლი აბაშიძის ხელმძღვანელობით აღმოჩნდა შოთა რუსთაველის ფრესკა, მან უკვე გამოსცა პავლე ინგოროყვამ მეორე ნაშრომი რუსთველიანას ეპილოგის სახით და ამ აღმოჩენებმა დაადასტურეს მისი შეხედულებები, რომელიც მან ჯერ კიდევ 19 წელს გააკეთა და რომელიც ყველა დანარჩენისთვის უცნობი იყო. 66 წელს იზეიმა საქართველოსთან მსოფლიო საზოგადოებამ შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავი, მაგრამ მას პავლე ინგოროყვა არ დაასწრეს, არადა ეს თარიღი მისი დადგენილი იყო. შემდეგ უყურადღებოდ და დარჩენილი პავლე ინგოროყვა 1980 წელს თქვენ დღეს უსმენთ ადამიანებს, ბატონ როსტომ ჩხეიძეს და ბატონ ნიკოლას ალებრიძეს 80 წელს მე მგონი აქტესეუშია და ბატონ როსტომ თქვენ ჩაატარეთ საერთო დარბაზში პავლე ინგოროყვას საღამო თუ როგორ ერქვა მაშინ? საღამო. მასაც პავლე ასე ვერ დაესწრო. ზანა ბატონ როსტომ ჩვენ არა თქვენ ზანა და მე მინდა ვთქვა რომ ეს მოხდა მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. მანამდე კიდევ შეგახსენებთ, შეიძლება ვინმე მარიცოდეს რომ 1978-ში ქართველი ახალგაზრდების უზარმაზარი მოძრაობა ეს კრემლის და რუსეთის ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ ერთ-ერთი მისი ინიციატორი ბატონო ნიკოლას ალებრიძე გახდა და ერთ-ერთი პირველი თუ არა ასე ვთქვა. და შემდეგ უკვე ბატონო ნიკოლას პარლამენტთან უნდა მივიდე. შემდეგ უკვე 83-ში, როდესაც გარდაიცვალა პავლე ინგოროყვა, მისი დასაფლავება დაწყებული გოგებაშვილის ქუჩიდან, შემდეგ მწერალთა კავშირიდან მიდრე დიდუბის პანთეონამდე, როცა ხელით გადაასვენეს, მთელი ქალაქი ხელით მიაბრძანებდა ამ უძვირფასესი ადამიანის სასახლეს თავისუფლების მოედნიდან დიდუბის პანთეონამდე, ამან პრაქტიკულად გამოიწვია უკვე რევოლუციური აღტყინებას და შესაბამისი რეაქციებიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მაშინდელი უშიშროების სამსახურებს ხედავ. ბატონი როსტომი იყო ის, ვინც ქაშვეძე ზარს არეკდა, როცა გააჩერეს სასახლე და თვალწმინდისკენ მოკლედ შეჩერდა ეს პროცესი და ერთი ამბავი მოხდა მოკლედ. ისე თქმა მინდა, ვიდრე დაიწყებოდა საქართველოს ეროვნული მოძრაობა. იყო ორი ფაქტი, ერთი 78-ში და მეორე 83-ში, რომელიც აზანზარებდა ქართველების ისტორიულ მეხსიერებას და ასევე აზანზარებდა კრემლის საძირკვლებსაც. და ჩვენ პრაქტიკულად ვაგრძელებთ დღეს ამ 100 წლიან და უკვე 45 წლიან ეპოქას, დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი კიდევ აღსანიშნავი იმისთვის, რომ ჩვენი სურვილი არის, მე როგორც მათი ახალგაზრდა მეგობარი და ასევე მათგან ნასწავლი, თუ ვინ იყო პავლე ინგოროყვა, ბატონ როსტომ რა ყოფილიყო, მაგას მე ვერ გავიგებდი, ვერასოდეს მაგას ვერ მომყვებოდა, რომ არ დაეწერა საოცარი წიგნი ბედი პავლე ინგოროყვასი, ეს რომ არ არსებულიყო, მე ეს არ მეცოდინებოდა. არც ეს წიგნი არსებობდა და არც არაფერი არ იქნებოდა ის, რაც კიდევ იქნება და გაგეჩნდება. ეს ისტორიული რეტროსპექტივა ბატონ როსტომ, თქვენ თუ კიდევ დაამატებთ ამას რამეს, თუ არა და მე უკვე შემიძლია რომ უკვე წიგნზე გადავიდე. მაშინ ბატონ მერამ გაგაინძეს მინდა ვთხოვო ორიოდეს ვიტყვა. ზანოს მობზანდი იმ ადამიანთა შორის, ვისაც პირადად უსაუბრია პავლე ინგოროყვას არამარტო უნახავს უსაუბრია, არაერთხელ უსაუბრია და
ვისაც თავისი წვლილი მიუძღვის პავლე ინგოროყვას სახელის წართვის შესაბამისი პატივის მიღებაში. საკითხი მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ დარბაზში და საერთოდ ამ პლანეტაზე ცოტანი გადავრჩით, ისაც ბატონ პავლესთან პირადი ურთიერთობა და შეიძლება ითქვას მეგობრობაც ჰქონდა ბოლო წლებში, მისი სიცოცხლის ბოლო წლებში ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში მისი სიცოცხლის და ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი პავლე ძალიან გაიხარებდა ამ წიგნის გამოსვლით, მით უმეტეს კონცეფცია ამ წიგნისა, რომ იყოს წარმოდგენილი საწინააღმდეგო აზრებით, მას ეს მეტად ძვირფასი იყო მისთვის, რომ ამ სხვა აზრებთან შორის მისი აზრი თქმულიყო, გასულიყო, დადასტურებულიყო, არ დამალულიყო. და ალბათ ვიტყვი ორ მის უმთავრეს ბიძგს, იმპულსს, რაც განაპირობებდა მის საქმიანობას, მის საქმიანობა იყო მხოლოდ წერა. გამოიხატებოდა ამაში, თორემ მიზნები დიდი. ერთი ის არ მიჯნავდა ერთმანეთისაგან პოეზიასა და სინამდვილეს და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ რუსთაველთან კონტექსტში ის ხშირად ახსენებდა და ორიგინალის ენაზე წერდა, ქართულად არ წერდა ხოლმე. დიხტონ ფონ ვარჰაიმ, გოეთეს სათაურს სინამდვილე და პოეზია, პირიქით ეს პოეზია და სინამდვილე და მისთვის მისი ყველა ნაწერი იყო გამშვალული ამ სწრაფით. ყოფილიყო ის არა მარტო ჭეშმარიტი, რასაც ის წერდა, არამედ ყოფილიყო ლამაზი და მშვენიერი. და მთელი ცხოვრება ამ პრინციპს მისდევდა. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის თუ კოლეგებისთვისაც ხშირად შეიძლება გაუგებარიც იყოს და ყოფილიყო და იყოს დღეს, რა საჭიროა აკადემიური ნაშრომების ასე ლამაზად წერა, მე მიტყვი ამ სიტყვას, როგორც ბატონი პავლე წერდა, მით უმეტეს კონტექსტი სამწუხაროდ ჩემი აზრით ფილოლოგიური თუ ისტორიოგრაფიული კონტექსტი ამის დიდ საშუალებას არ ეძლეოდა, ასე არავინ არ წერდა. თუმცა ძველი თაობიდან წერდნენ საოცარ გვერდებს ნახავთ ივანე ჯავახიშვილთან, ნიკო ბერძენიშვილთან და ასე შემდეგ. სიმონ ჯანაშიასთანაც შემცაის ბოლო ფაზის აღმოჩენილია, მაგრამ შემდგომი თაობა უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებულიც იყო, რა საჭიროა სამეცნიერო აზრების ასე ლამაზად და მშვენივრად გამოცემა. პავლე ინგოროყვასთვის კი ეს აუცილებელი იყო და განუყოფელი იყო. კიდევ ვიმეორებ, დიხტონ und Wahrheit, პოეტესეული პოეზია და სინამდვილე ორივე ერწყმოდა ერთმანეთს. ერთი მისი, ეს იყო მისი პათოსი, მისი სწრაფვა, მისი მიზანი და მეორე, ყველაფერს რასაც ის წერდა და ეს ჩარჩენილი მაქვს და მე პატარა პაწაწინა ესეიც მაქვს ამ თემაზე დაწერილი. ერთხელ ვკითხე, არ ვიცი ის რა გახსენება, რა კონტექსტში ვკითხე, უბრალოდ რაღაც არქივის დალაგებისას, ალბათ საინტერესო ის ბატონ პავლეს შეეხება, ვიპოვე საქართველოს ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის მართლა გამგეობის დებულებანი, რომელიც ახლა ცოტა წინ გაუსწრებ მოვლენებს და ეწერა, რომ ჩავხედე რემინგტონზე გადავეშლილი 1918 წელს. და მე ის არქივი გაიფანტა და ბატონ როსტომს უთხარი, რაღაცა გაიგნა მეთქი ეს და ბატონმა როსტომმა ეს მე იპოვა ეს, რომელიც მე მეგონა რომ დაკარგული იყო. და ბოლოს ეწერა შემდგენელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა გამგეობის დებულება. შემდგენელი პავლე ინგოროყვა. რემინგტონზე გადაბეჭდილი, შეიძლება საერთოდ სალი იყო დაბეჭდილი. და გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩემთვის უცხო იყო მისი ეს რელიგიურობა, ეკლესიასთან რამე კავშირი, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის საკათალიკოს საბჭოს და დროებითი მმართველობის წევრი იყო და ასეთი რამ ნახე მეთქი, მე ვარ ყმაწვილი მაშინ 15-16-17 წელს. და
და ესეთი რამ მითხრა, რომელიც მთელი ცხოვრება მომყვება ალბათ რამდენი 50 წელია როიდან გასული და ასეთი რამ მითხრას და ამაში ჩემ შეკითხვაში იყო ისეთი ეჭვი, რომ თქვენ რელიგიური ხართ და ეკლესიური ეს ხო არასდროს არ გამიგია და კავშირი ჰქონდათ ეკლესიასთან ეს პრეტექსტი ჰქონდა და ამაზე იყო პასუხი. სამშობლოს სიყვარული რას არ გაგაკეთებს? ეს ხურში მესმის ზუსტი ციტირება, ეს არცერთ სიტყვა არ შემიძლია აი ამ სიტყვებით მითხრა ბატონმა პავლემ და მივხვდი რა იყო მისი მოღვაწეობის მეორე სამყარო მოხდი ძალა ენერგია რასაც მას აძლევდა მას მიაჩნდა შესაძლოა მაპატიოს ბატონი პავლეს შუმა ხანდახან გულუყვილოთაც რომ მისი კვლევები ყველაფერი ასაც იწერდა საქართველოს გაძლიერებას, დამოუკიდებლობას, აყვავებას, უკვდავებას ემსახურებოდა. მაგალითად მას მიაჩნდა აი თო ამბობ რომ თქვა თუ ვითხოვი დამტკიცებოდა რომ ქართველებმა შექმნეს პირველმა წინარე ქართველებმა ანბანური დამწერლობა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი აპრიორულად იმთავითვე დადგებოდა სამწუხაროდ დღეს არც მაშინ და არც დღეს ისტორიულ წარსულს დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელობა აქვს. ბატონ პავლეს კი ეს ჯეროდა რომ თუ დამტკიცდებოდა საქართველოს ქართული კულტურის, საქართველოს ისტორიის გამორჩეული მნიშვნელობა, ამით საქართველოს დიდი საქმე გაუკეთებოდა მის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას. მას ეს კავშირი წამდა. ეს ორი ბიძგი მისი ცხოვრების და ბოლოს ერთი მინდა ვთქვა ალბათ რაც მან სევდა წაიყოლა საკმარისია ჩავხედოთ მისი ნაშრომების სკოლიოებს შენიშვნებს ან განსაკუთრებით ბოლოს რაც დანართებს რომ მას აყვა დიდი სევდა მას ძალიან ბევრი რამ უნდა და კიდევ ეთქვა რომ ჩავხედოთ სკოლიოებს აი მზადდება ჩემი ნაშრომი საქართველოს საზღვრების შესახებ არ არის სასულიერო პოეზია გამოვა სამტომად ერთი ტომია გამოსული რუსთველიანა გამოვა სამტომად ერთი ტომია გამოსული და სვანეთის საისტორიო ძეგლები გამოვიდა მეორე ტომი გამოვაკიდე პირველი და მესამე ვერ გამოვიდა და მას ჰქონდა უზარმაზარი ჩანაფიქრები და მან წაიყოლა ეს მიყვებოდა და წაიყოლა ესევდა რომ ბევრი საქმე რაც მას შეეძლო რაც მას უნდოდა რაც მას შეეძლო და რაც დაწყებული ჰქონდა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და ბოლო წლებში იცდილობდა რაღაცა ეს მარცვლები ჩაეყარა მაგალითად როცა გამოსცა მონოგრაფია 1970 აწერია, მაგრამ ფაქტობრივად 71-ში გამოვიდა ეს ვერხისყაოსნის ორტომეული, რომელიც ასევე ერთტომად დარჩა. და იქ უწერია, რომ აი საზღვრების საკითხი იქ იქნება, თუმცა აქ იმდენი ჩადო, რომ ჩანს, რომ მონოგრაფიაში რაღა უნდა თქმული იყო ამაზე მეტი. და აი ერთი მახსოვს, როდესაც ბარემ არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ რახან ბატონმა დავითმა ახსენა 9 აპრილის ამბები 9 აპრილის აი ხა რო ეს გამხსენებოდა ჩავხედავდი შინ ამ თარიღს 9 აპრილის შემდეგ მეორე მესამე დღეს რა ვიცი შეიძლება მე-4 დღეს მეწვი ну ხშირად რო არ მეწვეოდი ბრაზდობდა ხოლმე დედაჩემს ურეკავდა ადამიანები რა კაი ხანი არ მოსულაო 14 აპრილი უი 14 აპრილი და ამ 14-ის შემდეგ რამდენიმე აი ხა თარიღში რომ მივალ ჩავხედავ და რამდენიმე დღის შემდეგ მივედი და დეტალურად მომაყოლა ეს ამბები და ისე აღენთო, ისე აღთოვანდა, ისე აღელდა. აიო, სასიგნალოც ალი მაქვს ერთიოდ ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი ნაცრისფერ ყდაში, სადაც სამივე არის შესული ილია, ნიკოლოზ ბარდაშვილი, ილია და აკაკი. და აიო, ისეთი რამე მითხარი შენ, ისეთი რამ მომიყევიო, ისე აღელდიო და აი რო ნახოთ ის ახლა კიდევ ამ სახში რო ჩამეხედა, ალბათ ამ 14 აპრილიდან რაღაცა ან 19-ში ან 20-ში ან რაღაცა ჩვენი მეგობრობის ნიშნად ეს წიგნი სასიგნალო ძალით მაშინ მომცა ძალიან იმოქმედა ამან და დამიდოდა მეთქვა იმ წიგნში ეს გამიხილა მე როცა ვნახე უი მეთქი რამხელა მონაკვეთი ჩაგირთავთ ნიკოლოზ ბარათაშვილში აი მაგ გამოცი ბევრჯერ იყო ხო მაგრამ რა ვიცი 6-7 ალბათ გამოცემული და სწორედ ამ გამოცემაში ესე ალბათ სამოა ვიან გამოდიოდა იმ დროს 18 არის ეს როსტომ ხო არ გახსოვს თუ 19 ის ნაცრისფერი 19-ია ხო აი ალბათ თვათ ახალი იყო ხო იმიტომ რომ აი 14 აპრილის რამდენიმე დღეში ეს ასიგნალო ცალი მოხდა
წერით და იქ თარიღი აწერია მახსოვს კარგად. ალექსანდრე ჭავჭავაძეზეა უზარმაზარი მონაკვეთის შეტანილი. დიდი მონაკვეთი, რომელიც არაფერს მანამდე არ ყოფილა. ესეც და აი ესეც ამიხსნა რომ აი ხდებოდა სიცოცხლე იწურება უამრავი რამ აქვს მას სათქმელი, დასაწერი და აი აქ შეიტანა ის რაც აი თუნდაც აქ შეიტანა ის დიდი მონაკვეთი ალექსანდრე ჭავჭავაძე. მე მგონი თავი შეგაწყინეთ ნამდვილად ყველა დამეთანხმდა ამაში ბატონ პავლესთან ქონდა ყველა ჩვენ გამშქონდა ურთიერთობა ბატონ პავლესთან მისი წიგნების, მისი ნაზრების, მისი გამოკვლევების, მისი ძიებების შედეგად, ასე რომ ყველა თანაბარი ვართ ამ მხრივ, ვინც ამ დარბაზშია, ეჭვი არ მეყარება ეს ვიცი და ალბათ ყველას სათქმას ნამდვილად ვიტყვი, რომ დღეს ბატონი პავლეს სული ხარობს, რომ მისი წიგნი გამოვიდა, მისი საქმე გრძელდება და ეს არის პირველი ტომი და კიდევ იქნება მეორე და მესამე და ბატონმა როსტომმა ინტრიგა ჩააგდო, შეიძლება მეხუთემდეც კი მივიდეთ. დათოს რომ უყურებ, გამჩერებელი არ არის. ავა ბანდამდე. დიდი მადლობა და ბოდიში თავი შეგაწყინეთ. დიდი მადლობა მერაბ და ბატონო დავით. ხლავ თქვენ გიბრუნდეთ. ეხლა წიგნებს დავუბრუნდები, კიდევ და გადავალ შინაარსზე, წიგნის შინაარსზე. ორ საკითხს გადახსენებთ ბატონ როსტომ ჩხეიძის წიგნიდან ბედი პავლენგოროპასი. 1980 წელს, აი იმ შეხვედრაზე რომელიც ვახსენე, სიტყვით გამოვიდა ბატონი აკაკი ბაქრაძე და მან ბრძანა. ჩვენ რომ მეტი ყურადღება დაგვეთმო პავლენგოროპას წიგნისთვის გიორგი მერჩულე, ის ანეკდოტური პრობლემა რომელიც წარმოგვიჩნდა აფხაზეთში, დღეს არ გვექნებოდა. გავიდა 80 წლიდან 13 წელი და ჩვენ გაგვემართა უზარმაზარი ისტორიული ტრაგედია, რაც მოხდა აფხაზეთში და სოხუმში. რატომ ამბობ მე ამას? რასაც წარმოგიდგენ დღეს, ჩვენ თუ არ მივაქცევთ დღევანდელი თაობა ქართველებისა, ასევე დიდ ყურადღებას რუსთველიანას და შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას, ანალოგიური ტრაგედია ჩვენ გაგვემართება საქართველოს უკვე სხვა კუთხეშიც. ეს წიგნი ემსახურება არა მარტო იმას, რომ ამხელა საქმე შედგეს საბოლოოდ, რომ პავლენგოროპას ამოცნობილი დიდი შოთა რუსთაველი დაუბრუნდეს თავის ხალხს, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ დღევანდელმა ქართველობამ გადავარჩინოთ ის, რაც ჯერჯერობით ჩვენს სამშობლოდ იწოდება. ეს ერთი და კიდევ მეორე. პავლენგოროპა იყო ნათლია ზვიადგამსახურდიასი. და ჯერ კიდევ ყმაწვილი ზვიადგამსახურდია, ისე ვციტირებ ბატონი როსტომის წიგნიდან, ასე ამბობდა, რომ ჩვენო პავლე ზიასთან ერთად ვერავინ ვერ მოგვევალო, ჩვენში საქართველოს გულისხმობდა. ასე რომ დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება, რა თქმა უნდა, პავლენგოროპას, მის შრომებს და ასე რომ კიდევ ერთ ვიტყვი ბატონო როსტომ, რას ქვემბრძანეთ, ეს წიგნის იდეა როგორ დაიბადა. ეს იდეა გაჩნდა ჩემი და ჩემი უფროსი ბატონი პაატა კოღუაშვილის ერთობლივ საუბრებში. და რამოდენიმე წელი ამაზე ვიმსჯელობთ, ლაპარაკობდით და ის იყო ამ წიგნის პოლიტიკური იდეოლოგიის საზოგადოებრივი წარმმართველის ეკლესიაში ამ საკითხების შეტანის და გატანის ყველაზე ძლიერი ძალა, რასაც მე მარტო ვერ გავაკეთებდი და ვინაიდან ბატონი პაატა კოღუაშვილი იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც აი ეს პირველი წიგნი იბეჭდებოდა, წიგნი რო ჩაეშვა ბეჭდვაში და პირველი ფუცლები ჩამოიყარა, სწორედ იმ დღეს, იმ საღამოს გარდაიცვალა, ვერცხლი მოვასწავე რომ ეხარებინე, იმიტომ რომ ყოველთვის, ყოველ კვირა, ყოველთვე მეკითხებოდა ჩვენ წიგნზე რა ხდება. ამიტომ ბატონო როსტომ, თქვენ მთავარ რედაქტორებს ბრძანდები და თქვენთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს სამტომეული პავლენგოროპას ეძღვნება მის დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, მაგრამ მეორე წიგნი, რომელშიც პაატა კოღუაშვილის წერილი შევიდა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სახელზე, მე მინდა რომ კიდევ აი ეს მეორე ტომი უშუალოდ პაატას მოსახსენებლად ეწოდოს მეორე წიგნსაც, ვინაიდან მაშინ მისი წერილი შედის და ამითი რაღაცნაირად მინდა რომ პაატას, დიდი პაატას სულსაც ასე მოეფერო ამ სოფლიდან. ეხლა მე შემიძლია უკვე ბატონო როსტომ გადავიდე და მანამდე გეტყვით, რომ ამ წიგნში, რომელიც გამოცემულია, შედის დიდი ქართველი მეცნიერების გარდა პავლენგოროპასი, მათი ნაშრომებიც თეიმურაზ ბაგრატიონი, ნიკო ბერძენიშვილი, ლევან ჭილაშვილი, დავით მუსხელიშვილი, მარიამ ლოთქიფანიძე, შოთა მესხია, სარგის კაგაბაძე, ნოდარ შოშიაშვილი, ზაზა ალექსიძე, როსტომ ჩხეიძე, ალექსანდრე ბარამიძე და ლევან გიგინეიშვილი. და მეორე წიგნში შედის 24 ქართველი მეცნიერის ნაშრომები,
და მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ არიან საეკლესიო პირებიც, 3 კათოლიკოს პატრიარქია, უბრალოდ 4 პატრიარქია, ანტონ პირველი, ეს ჩვენი დამოუკიდებელი საქართველო რომ იყო 18 საუკუნეში იმდროინდელი და შემდეგ მე-20 საუკუნისა კალისტრატე ცინცაძე, ეფრემ მეორე, სინაურიძე და ჩვენი დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მათი შრომები ასევე შეეხება შოთა რუსთაველის ფოთხედველობას და ის ამ წიგნში შევიდა. გარდა ამისა, აქ შედის ტიმოთე გაბაშვილის მთავარეპისკოპოსის, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი გეგელიძის, შალვა ნუცუბიძის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის, ნოდარ ნათაძის, ვიქტორ ნოზაძის, ზურბა ვალიშვილის, სარგის საიშვილის, იუსტინე აბულაძის, ალექსანდრე ბარამიძის, ზაქარია კიჭინაძის, ირაკლი აფაშიძის, გურამ შარაძის და ბაატა ყოღუაშვილის წერილებიც იმ წერილის ჩვენ თანაავტორი ვიყავი მეც ბატონ ბაატასთან ერთად. აი ეს ისტორია თვითონ წიგნების იდეის დაბადებისა ორ ტომზე მოგახსენე და მესამეში უკვე ბატონმა როსტომაც გითხრათ, რომ იქნება ყველა ვერსია, რომელიც კი არსებობს შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე. ჩვენ მკითხველს დაუტოვებთ სრულ თავისუფლებას იმისას, რომ გადაწყვიტოს, რომელი ვერსია ჯობია ინგო როყაშვილისა, თუ არც ერთის არ აჯერა, თუ როგორც იქნება, ეს ჩვენ ამ შეხვედრიდან განსხვავებით წიგნთან მიმართებაში ამას არ ვაკეთებთ, რომ ჩვენი აზრი მკითხველს თავს მოვაყრიოთ და რაიმე ჩვენი რეკომენდაცია მივცეთ. ახლა მე გადავალ უკვე თვითონ წიგნის შეტანაზე და თან ეკრანზე გაჩვენებთ ის სიჩვენებას მინდა. ხელს უაგიშლით. შოთა რუსთაველის ბიოგრაფია ეს არის მე-20 საუკუნის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ბრძოლების არეალი, სადაც საუკეთესო ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, მწერლები, ლიტერატორები ეკვეთებიან ერთი მეორეს, რომ დადგინდეს შოთა რუსთაველის ვინაობა და ჩვენ ეს ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. არადა სულ რომ არ გქონდეს საკითხული არაფერი. არც ისტორიული წიგნები და არც გავცნობოდით არანაირ ინფორმაცია შოთა რუსთაველზე. საქართველოს ყველა მოქალაქე მიუხედავად ასაკისა იცის რამოდენიმე რამ შოთა რუსთაველის შესახებ. ეს არის იერუსალიმში ჯვრის მონასტერი, შიდა ხედია. ეს არის შოთა რუსთაველის ფრესკა, სადაც წერია, რომ ამისა დამხატავს და შოთას შეუნდნეს ვერტმან ამინ რუსთველი და შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ ინფორმაციას ის რაც ჩვენ ყველამ ვიცით. ჩვენ ვიცით ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელი შოთა, ვიცით მისი ზედწოდება რუსთველი, რუსთაველი, ვიცით მისი თანამდებობა მეჭურჭლეთ უხუცესი და ხედავთ მის სახეს უკვე არა ახალგაზრდა კაცისას და მის შესამოსელს ეს ულამაზესი სკარამანდით შემოსელს, რომელიც ვანახებს, რომ შოთა რუსთაველი ეს იყო უმაღლესი ფენის წარმომადგენელი ადამიანი, საერთოდ ადამიანი. აი ეს 4 ინფორმაციას კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ რამოდენიმე მარტივი ლოგიკური ნაბიჯით მივიდეთ იმ ფაქტთან, თუ ვინ იყო ეს კაცი, ვინ დაწერა ვეფხისტყაოსა. როგორ შეიძლება ლოგიკურად თუ წავყვეთ, სანამ გადავალ წიგნის აღწერაზე, მაინც მინდა რომ აი დაუშვათ არაფერი არ ვიცით ვილაპარაკოთ ამაზე. ჩაცმულობა და მისი თანამდებობა, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია, გვეუბნება, რომ ადამიანი წარმოადგენს მაღალ ფენას. დავით აღმაშენებლის დროიდან ვიდრე გიორგი ბრწყინვალის დრომდე 300 წლის განმავლობაში საქართველოში ვაზირებად, ანუ დღევანდელი გაგებით მინისტრებად ინიშნებოდნენ წარმომადგენლები დიდი საგვარეულოებიდან, რომლებიც იყვნენ ერისთავები საქართველოს მაშინდელი სახელმწიფოს მხარეებისა. ასეთი მხარე იყო სულ 25, საიდანაც 5 იყო სომხეთის ნაწილი, ასე ვთქვათ, რომელიც მაშინ საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო, ხოლო 20 საქართველოსი. 78 მინისტრია მაშინდელი ცნობილი. აქედან 5 იყო წარმომადგენელი არა მაღალი ფენებიდან, ეს იყო მონღოლების დროს მანკაბერდელები მამაშვილი, ორნი და გიორგი მესამეს დროს იყო 3 ადამიანი, ყუბასარი, აფრედოინი და ივანე, მსახურთო ხუცესი, რომლებიც დემნას აჯანყების დროს, როდესაც გიორგი მესამემ ჩაახშვა აჯანყება, მაშინ ბევრი ერისთავი ჩამოაშორეს თავის თანამდებობას, მინისტრის პორტფელს, ასე ვთქვათ, და მათ ადგილას ესენი ეს 3 ადამიანი წამოწიეს. აი ეს 5 კაცი იყო არა ერისთავი, ვინც 78-დან წარმოადგენდა მინისტრებს. და 73-დან ჩვენ
ევალელმა თაობამ, ვიცით, ყველა მინისტრი, 72 მინისტრი, რომელიც საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, გარდა ერთისა, ეს არის შოთა რუსთაველი. 73-დან ვიცით ყველანი, გარდა შოთა რუსთაველისა. არა და ამ ლოგიკით ჩვენ უკვე შევამჭიდროვეთ მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 10 მილიონს უახლოვდებოდა, არა მარტო ქართველები, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფოს მოსახლეობა 10 მილიონი იყო, შევამჭიდროვეთ 10 მილიონიდან ჩამოვიდით 25 საგვარეულოზე მხოლოდ. და ამ 25 საგვარეულოში შემდეგი ლოგიკური კითხვა ჩდება ასეთი, რომელი საგვარეულო არის ამ 25-დან, სადაც სახელი შოთა არის მიღებული. ასეთები ეს პრაქტიკულად დადგენებში ცოტნე იყო მიღებული და ასე შემდეგ ამაზე კიდევ ვისაუბრებ, ხოლო ის საგვარეულო, რომელშიც შეიძლებოდა რომელშიც იყო სამი შოთა, ეს ეპოქა არის დავით აღმაშენებლის დროს, გიორგი მესამის დროს და თამარ მეფის დროს, სამი შოთა ერთადერთი საგვარეულოა, რომელიც სწორედ რომ არსებობდა იმდროინდელ ერისთავების სიაში, ასე რომ ვთქვა. აი ამ ლოგიკითაც მივდივართ იმასთან, რომ სადუნავეზე შოთა რუსთაველი და ამ საკითხის გადაწყვეტა დღემდე ქართველებმა ვერ შეძლეს. რატომ ვერ შეძლეს? ამის ახსნა მე ამისი ჩემი სუბიექტური ახსნა გამაჩნია, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში ის რაც პავლე იგოროვმა ამოიცნო, არაფერი არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ბატონო მერემა ბრძანა, რომ შენ რომ დაამტკიცო რა დამწერლობა გაგაჩნია ხეთულზე ვილაპარაკოთ, მაგალითად, შენ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვო. შენ რომ დაამტკიცო რომ მუსიკალური ნიშნები, რომელიც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ეს შენი უმაღლესი საფეხურია მუსიკალური განათლებაში, შენ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვო. შენ რომ გაიგებ გიორგი მერჩვილეში რომ აფხაზეთი ეს საქართველოა და ქართული მიწა, ეს არ შეიძლებოდა მაშინ რომ ასე მომხდარიყო. ამიტომ პავლე იგოროვას ყველა შრომა იყო מחვილით, ასე ვთქვათ, განდევნილი ქართველთა მეხსიერებიდან და აზროვნებიდან. ამიტომაც გიებედიე ეწია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას და ჩვენ არ ვიცით რომ შოთა რუსთაველი ვინ იყო. არა და ისაც დაგვიმართ აფხაზეთში, ჩვენ ველოდება რომ დაგვიმართოს იმ საგვარეულოს ტერიტორიაზე, რომელსაც შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა. ასე რომ ახსნა ასეთი მაქვს, შეიძლება სხვა რამეც იყოს, იქ შეიძლება მეცნიერებს, უფროსი საკის მეცნიერებს ქონდათ სამეცნიერო შური ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, რომელმაც აღმოაჩინეს, რაც მათ ვერ აღმოაჩინეს და კიდევ სხვა რამოდენიმე ფაქტორი, მაგრამ თავარი მაინც ის, რომ ეს კაცი თითოეული ერთი კალმის გაკნევითაც კი საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს სინამდვილეს ემსახურებოდა. პავლე იგოროვაზე გულისხმობდნენ. გავყო შოთა რუსთაველს. აქ ჩვენ გვაქვს 25 საგვარეულო ჩამოთვლილი, თქვენ ეკრანზე დაინახავთ და აქვე არის რუკა, თუ როგორი იყო მაშინ საქართველო. აქ შეგიძლიათ გადახედოთ საგვარეულოებს, მაგრამ მე კიდევ გადავა შემდეგ გვერდზე, რუკას გავადიდებ. საქართველო ფერადად აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელიც ქართველებით იყო დასახლებული იმ დროს და იყო საქართველო. აქ შედიოდა ტრაპიზონიც, აქ შედიოდა ბევრი სხვა ტერიტორიაც, რომელიც ეს საქართველოს აღარ ეკუთვნის, ვეღარ მართავ. აქ ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ აი ამ მონაკვეთს, სადაც გვაქვს თბილისი, სადაც არის რუსთავის საერისთავო, აი რუსთავი აქ არის და ჟინვალამდე გრძელდება აი ეს ფერი, მელნისფერი ფერი რუსთავის საერისთავოა, აქეთ არის ჰერეთი, აქეთ არის ქართლი, აქ არის კახეთი. სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე ჩვენ დაგვჭირდება გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებაც, რომ გავაგრძელოთ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენას. ეს ერისთავთა საგვარეულო სახელებია, რომელიც გითხარით, დადგენებში ცოტნე, გურიელებში მამია, ჯაყელებში ყვარყვარე, თორელებში კახა, გამბრეკელი, შალვა, თორნეკე იყო ტაოველი ერისთავი, ხარგრძელებში იყო ზაქარია და სარგისი და ბაგრატიონებში იყო აშოტ და ბაგრატ. აი ეს სახელები იყო ეს მესხეთიდან, როდესაც ამ ბაგრატიონთა გვარი თელ საქართველოში გამეფდება, აი ეს სახელები ერთ-ერთი პირველი სახელები იყო, რომელიც ამგვარად ახასიათებდა. აშოტიდან მომდინარეობს შოთას სახელიც. აშოტი, ეს იგივე მომავალი შოთა. აშოტი იცით რომ იყო წმინდა მეფეა ქართველთა მეფე, რომელიც ითვლება რომ ეს არის პირველი მეფე საქართველოსი. აი ეს საგვარეულო რომელიც მე მოგახსენეთ, სადაც სამი შოთაა, ეს არის ჰერეთის ერისთავთა საგვარეულო და აქ ჩვენ ხედავთ გრიგოლ პირველს, რომლის შვილების ასად პირველი და შოთა პირველი ასია პავლე იგოროვას აღნიშნული, დავით აღმაშენებელმა 1017 წელს შემოიერთა, ოღონდ უსისხლოდ ისინი და ამით დამთავრდა საქართველოს გაერთიანებაც, აი იმ ეპოქის უდიდესი მოვლენა,
რომელ საქართველოში ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, სწორედ 1700 წელს გაერთიანა დავით აღმაშენებელმა. დავით აღმაშენებელი რომ არა, დღეს საქართველო ალბათ ვერც იარსებობდა. შემდეგ 110-ის ცენტრალური ხაზია მისი შვილია გრიგოლ პირველი, ეს გახლავთ 100 მეორეს მამა, რომელიც იყო გრიგოლ მეორის მამა და შოთა მესამისა, იგივე ჩვენი შოთა რუსთაველის პაპას, ასე ვთქვათ, 100 მეორე. აი ეს საგვარეულოა, სადაც ხდება მარტო სახელი შოთა, სხვაგან არ არის ეს სახელი. ჩვენ ახლა უნდა დავადგინოთ თუ რატომ არის ეს საგვარეულო ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. და ამასთან დაკავშირებით იგივე რუსველიანიდან პავლე ინგოროყა ჩვენ მოგვითხრობს, რომ ბაგრატიონთა სამშობლო არსებობდა ქართლის, კახეთის და ჰერეთის. აქ თქვენ ხედავთ ეკრანზე ტექსტს, რომ მერვე საუკუნეში, როდესაც ერთ-ერთი მორიგი არეულობის დროს მესხეთში ბაგრატიონების საგვარეულო რო ხოცავდა ერთი მეორეს ძმები, ბიძაშვილები და მამები და შვილები, ორი ბაგრატიონი ასამ, იგივე ასათ და ვარზავარდ მოდიან აქეთკენ აღმოსავლეთ საქართველოში, დღევანდელ დედოფლის წყაროში, იგივე ხორნაბუჯში ისინი გააგდებენ მაშინ სპარს, ვინც მართავდა იმ ტერიტორიას და ხორნაბუჯიდან დღევანდელ საინგილომდე ისინი მოიპოვებენ ამ ტერიტორიას და ხდებიან ერისთავები ამ ტერიტორიისა, შემდეგ მათი უფლებამოსილება ვრცელდება უკვე დღევანდელ საინგილოს ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ჩათვლით და შემდეგ ისინი ჰერეთის მეფეებიც კი ხდებიან და ამას ადასტურებს ორი ქართველი ისტორიკოსი ანონიმი და სუმბატი, რომლებიც შემდეგ საუკუნეებში მე-11 და მე-11 საუკუნეში მოიხსენიებენ, რომ ეს გვარი ტექსტი მოცემულია, აი ესე გრძელდებოდა, რომ ისინი არიან შთამომავლები სწორედ ასამისა, იგივე ასათისა და ვარზავარდისა. ძალიან საინტერესოა ეს ვარდ სახელი, ბატონო ალიკო, ეს საოცარი ქართული სიტყვა, რომელიც თქვენს წიგნებშია, საოცარი მონაცემია. ვარდი როგორი ჰემატრიეთ არის შემკობილი თურმე და აი ბაგრატიონებს ვარდ მაშინაც რქმევიათ. ეს პავლე ინგოროყასთან გავიგე. ეს მოგახსენეთ იმაზე, რომ საგვარეულო არის გვერდითი შტო ჰერისთავებისა, ბაგრატიონებისა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმაში, თუ რატომ დაიწერა ვეფხის ხაოსანი და რატომ ხდებოდა ისაც ხდებოდა ჰერეთის საგვარეულოში. მე მოგახსენეთ მანამდე აი აქ შოთა მესამეს ძმა იყო ტბელი, ეს ორი ძმა იყო ტბელის, მონაპირე ერისთავი იყო, რომელიც იცავდა საქართველოს საზღვარს ჰერეთის მხარიდან და ტბელის სახელი მოიხსენიება გიორგი მთავარმოწამის ხატში, რომელიც ინახებოდა საუკუნეების განმავლობაში ხობში, მონასტერში, ხობის მონასტერში, დადიანეთა ეს საგვარეულო მონასტერი იყო და იქ აღმოჩნდა ეს გიორგი მთავარმოწამის ხატი, თქვენ ხედავთ ამ ხატს და მის უკანა მხარეზე მოცემულია ტექსტი. რატომ გაჩვენებთ ამას? ჩვენთან ბევრი რამაა გაყალბებული თანამედროვე ისტორიოგრაფიაში და ერთ-ერთი ეს არის გრიგოლის ძეთა გვარი, გამოგონებული გვარია. იმ წინა საგვარეულო სიაზე განახეთ სამი გრიგოლი, გრიგოლ პირველი, გრიგოლ მეორე და გრიგოლ მესამე, მაგრამ რატომღაც ქართველმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არა ადამიანის სახელი, არამედ გვარია და ეს არის გრიგოლის ძე. ამიტომ ჰერეთის საგვარეულო გამოაცხადეს გრიგოლის ძეებად. ეს მოხდა იმიტომ, რომ პავლე ინგოროყა რამენაირად რუსტველიანაში და მასთან მიმართებაში რამენაირად გაებათილებინათ პავლე ინგოროყას ეს აღმოჩენა. და ერთ-ერთი მაგალითი როგორ ხდებოდა გაყალბება ისტორიისა, სწორედ აქაა მოცემული. აი ეს გრიგოლის ძე, გამოგონილი გვარია და მე აქ მოვიტანე სურათი, იმიტომ რომ ეს მაგალითი სხვადასხვის მე სხვა მეცნიერთან არ მინახია, შეიძლება იყოს და მე ვერ წავიკითხე რომ ვინმესთან, მაგრამ აი ამ ხატს და მის უკანა მხარეს ერთი საინტერესო რამ ახასიათებს. აი თქვენ ეს გავადიდე მე ბოლო ორი ხაზია და კიდე მესამე ნაწილია შენისა ქრისტეს მობაძაუმან ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან, აი საუბარი აქედან იწყება და ეს ბოლო ორ ხაზ ნახევარია. აქ თქვენ შეამჩნევთ ორ წერტილებს, მაგალითად ორ წერტილი რას ნიშნავს? ორი წერტილი გამოიყენებოდა ძველ ქართულ ხელნაწერებში იმისთვის, რომ ერთმანეთისგან გაგერჩიათ სიტყვები. ანუ სიტყვებს შორის იქ თავისუფალი ადგილი ვერ დარჩებოდა, რა თქმა უნდა, როგორც დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაშინ ამისთვის გამოიყენებოდა ორ წერტილი. და სწორედ აქ, სადაც წერია ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან, აი გრიგოლის ძისაგან, აქ სწორედ ორ წერტილით არის გამოყოფილი სიტყვები გრიგოლი და ძისაგან. გრიგოლის სხვა სიტყვა ეს ადამიანის სახელია და ძე ნიშნავს, რომ მის შვილზეა, ტყველზეა საუბარი. აი ეს არის დოკუმენტი იმისა, რითაც გაბათილდება ეს სამარცხვინო ისტორიული ჩანაწერები ყველა ქართველ თანამედროვე ისტორიკოსთან, რომ გრიგოლის ძე გვარი მოგონებულია და ამითი ატყუილებენ ჩვენ ბავშვებს, რომ გრიგოლის ძეები იყვნენ ჰერი ერისთავები. ეს მე თქვენ განახეთ ტბელის სადაც ტბელი მოიხსენიებს თავის თავს. ახლა თქვენ ხედავთ
ხელმოწერას, ავტოგრაფს, რომელიც ეკუთვნის შოთას. ტექსტი ასეთია: ქრისტე, მე შოთაი ჩემს ჟინვანის ქონებასაც შიგა ამას ვამტკიცებ, ვითა ამას შიგა. აი ეს არის შოთას კალიგრაფია. ეს ადასტურებს, ეს ხელნაწერი შემორჩენილია ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტშია, თუ არ ვცდები შენახული, ადასტურებს დოკუმენტს, რომელიც ჭიაბერ მანაველმა გამოსცა, როცა ის იყო ჟინვანის მფლობელი, ერთ-ერთი გლეხის ოჯახი შეწირა შიომღვიმის მონასტერს. და მას ადასტურებს თამარ მეფე, ადასტურებს კათოლიკოსი და შემდეგ ადასტურებს უკვე შოთაც, ვინაიდან ის ხდება ჟინვანის მფლობელიც. როდესაც მე ვფლობდი ჟინვანსო. ეს არის სწორედ რომ შოთას ხელმოწერა. ეხლა ჩვენ მივდივართ შემდეგ. როგორ აღმოჩნდა შოთა რუსთაველი ჟინვანში? რა უნდოდა მას იქ? ისევ გახსენებთ ამ რუკას, ზაზისაა საუბარი. აი ეს არის თბილისი. თბილისი ჩილო აღმოსავლეთიდან ეკოროდა რუსთავის საერისთავო, რომელიც იწყებოდა რუსთავში, რომელიც იყო ცენტრის საერისთავოსი და თავდებოდა ჟინვანში. აი ეს იყო ერთი საერისთავო. აქ ცნობილია ლურჯი მონასტერი, რომ თბილისში იქ წარწერიდან ცნობილია, რომ ამას ერქვა ჟინვანს 7 მთეულეთთან საპატრონო. 7 მთეულეთი, 7 ხეობა იყო, რომელიც ჟინვალს უკავშირდებოდა და ასე იწოდებოდა. სწორედ აქ ამ ჟინვალში აღმოჩნდება შოთა როგორც პირველი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შემდეგ ხდება ის უკვე რუსთავის ხელისუფალიც და შემდეგ ხდება ჰერეთის ერისთავიც. ამაზე ახლა მოგახსენებთ ძალიან მალე. ამისთვის წინა მოთხრობა მომიწევს მოგითხროთ. ეს არის სამი ამბოხი თამარის მეფობის წინააღმდეგ. პირველი 1167 წელს, როდესაც დემნა და ორბელიანები აუჯანყდებიან გიორგი მესამეს, როდესაც მან გადაწყვიტა რომ თამარი ყოფილიყო მისი თანამეფე. 7 წლის თამარზეა საუბარი მაშინ იმ დროს და გიორგი მესამე მოახერხებს და დაამხობს დემნას, ის სიკვდილით დაიჟება. ორბელიანები ჩამოშორდებიან თავიანთ სახელისუფლო ბერგეტებს და მათთან ამბოხში მონაწილეობას იღებდნენ სწორედ რომ ჰერეთის ერისთავებიც. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ეს აღნიშნული სხვადასხვა პავლე იგორკოს ასე არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით აქ საინტერესო არის ის, რომ ჰერეთის ერისთავებმა იცოდნენ რა, რომ ისინი არიან გვარის ბაგრატიონები და ისინი შეიძლება იყვნენ კონკურენტები ბაგრატიონთა გვარისა მეფობის ტახტზე. ისინი მაინც მხარს უჭერენ დემნას, რომ არ გადაედგა არასწორი ნაბიჯი და დაერღვიათ და თავის სასიკეთოდ გამოეყენებინათ მომენტი გიორგი მესამის წინააღმდეგობისა დემნასთან. ამიტომ ისინი დემნას უჭერენ მხარს, რომ დემნა გამეფებულიყო და ამის გამო ისინი დაიჯებიან და 1177-ში მათ ჩამოართმევენ სავაზიროს და დატოვებენ მხოლოდ დღევანდელ საინგილოში იმ ტერიტორიაზე. თუმცა დაჟიან მაშინდელ ერისთავებს, აი შოთას დიდპაპას და მის ძმას ართავაჩოს დაჟიან ამ აჯანყებისთვის. მეორე იყო ყუთლუ ასლანის მოთხოვნა, რომ სახელმწიფო მმართველობის შეცვლა მომხდარიყო საქართველოს, შეცვლება 1184 წელს, როდესაც თამარი გამეფდება, ჯერ კიდევ ხმაწვილი ხალბატონია და ესეც ჩვენი თანამედროვეზე რო ვთქვათ, კონსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნა იყო დაყენებული. ჩვენ მაშინ ძალიან წინ ვიყავით ჩვენი პოლიტიკური აზროვნებით, უფრო წინ ვიდრე მთელი დღევანდელი ევროპა, დღევანდელ დღეს ვარი და კიდე მაშინ რო იყო, ორივე შემთხვევაში ჩვენი აზროვნება მაშინ კიდე უფრო მაღალი იყო. და ეს სწორედ რომ მეორე ამბოხება და მესამე ამბოხება, ეს უკვე საკვანძო საკითხია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენაში, ეს ხდება 1190 წელს, როდესაც გიორგი რუსი და მისი აქ ჩამომყვანი თბილისის ამირა და ასევე რუსთავის საერისთავოს პატრონი აბულასანი, აი ლურჯი მონასტრის მაშენებელი ვინც არის ის აბულასანი, მოაწყობენ სამხედრო აჯანყებას თამარის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში უკვე სამეფო კარს თამარს დაუდგებიან ჩამომცრობილი ჰერეთის ბაგრატიონები და დაამარცხებენ გიორგი რუსსაც და აბულასანსაც, რომელსაც ჩამოართმევენ თბილისის ამირობასაც და ასევე რუსთავის საერისთავოსაც. როგორ ხდება, როგორ ვითარდება მოვლენების შემდგომში, ეს არის პატარა მონაკვეთი ამოღებული დიდი რუკიდან, საქართველოს რუკიდან, რომელიც შეეხება ჰერეთს და პატარა შედარებით უფრო პატარა ტერიტორიის საერისთავოს, სწორედ რუსთავის საერისთავოა. აჯანყების დამხობის შემდეგ, აი ეს რომ დავინახოთ, ჟინვანის ნაწილი გადაეცევა მანავის მფლობელს ჭიაბერს, როდესაც მან აი გამოსცა სიგელი, რომელსაც შოთას ხელმოწერაა, ხოლო აი რუსთავის ნაწილი გადაეცემა მხარგრძელს, ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არაა თუ ის უნდა შეუერთდეს ან ვინ დააყენონ იქ ერისთავად თამარის კარზე, ჯერ ახალი ჩახშობილია ეს აჯანყება და ერთი წელი იქ ჟინვანში იყო
ჭიაბერი და რუსთავში იყო ზაქარია მხარგრძელი, ერთი წლის შემდეგ მოხდება ის, რომ ჰერეთის ერისთავები დაიკავებენ რუსთავის საერისთავოს. შეუერთდება ჰერეთის საერისთავოს. რუსთავი ჰერეთი არაა, მაგრამ მოხდება ორი საერისთავოს გაერთიანება. ამ რუსთავის მფლობელები იყვნენ არიშიანები, კახაბერ ვარდანიძე, აბულასადი, რომელიც მოგახსენეთ ეს აჯანყების მომწყობი, ეს სამივე იყო ფინანსთა მინისტრი მაშინდელი, მეჭურჭლა თუ ხუცესები იყვნენ ესენი, ზაქარია მხარგრძელი იყო მფლობელი რუსთავისა და ჭიაბერი ჟინვანისა წერია, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით. შემდეგ უკვე ჰერეთის ბაგრატიონები ასად შოთას პაპა, გრიგოლ შოთას მამა და შემდეგ შოთა ავტოგრაფის ხაოსნისა ხდებიან ამ რუსთავის ერისთავებიც. და ეს მოხდება შემდეგნაირად. აქ მოცემულია ტექსტი, როდესაც თამარის პირველ ისტორიაში აქ მოყოლილია, რომ ჰერეთის ერისთავად, ვინც იყო გრიგოლის ძე ასათი, მან იაჯა გამოითხოვა რუსთავის ერისთავობა სასთაულთან ერთად. სასთაული ეს ნიშნავს მაშინდელი ბალიში, როდესაც მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი იკრიბებოდა, ისინი ბალიჟეს ხდებოდნენ, მინისტრები ასე ვთქვა, დღეს რომ ქვია მინისტრის პორტფელი, მაშინდელი იყო მინისტრის ბალიში, სასთაული და მან გამოითხოვა სწორედ ასათმა, რომ რუსთავი მე შემომიერთეო და მომეცი ასევე სასთაულიო ეს მინისტრის პორტფელიცო. ლაპარაკი იყო მე ჭუჭილა თუ ხუცესობაზე. სწორედ ამ აქედან ხდება შოთა რუსთაველი უკვე შემდგომში მამამისის და პაპამისის გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი. ასე რომ ჩვენ ახლა მის თანამდებობის მიმავალ რასაც ხედავთ როგორ ხდებოდა ეს ხდება 1090 წელს. თვითონ გრიგოლი უკვე მოხუცი იყო, ჰერეთის ერისთავობას ტოვებს და უტოვებს თავის შვილს, ანუ შოთას მამას ჰერეთის ერისთავობას. თვითონ გადადის რუსთავში, ხდება რუსთავის მფლობელი, რომელიც ეკუთვნოდა მანამდე ჭიაბერს, ხოლო თავის შვილიშვილს შოთას ნიშნავს ასე ვთქვათ ჟინვანად. ისევ ერთიანდება ორად გაყოფილი რუსთავის საერისთავო, ჟინვანისა და რუსთავისა, ოღონდ პაპა რუსთავში რჩება და შოთა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაშინ იყო 24 წლის, ინიშნება რუსთავის მერად, ასე რომ ვთქვათ დღევანდელი სიტყვებით. და ამიტომაც, როდესაც გარდაიცვლება უკვე თვითონ პაპა და მამა კი ერისთავია, გრიგოლი კიდევ კარგახანს 15 წელი კიდევ ერისთავობდა, სწორედ შოთა ჟინვანიდან უკვე იერთებს რუსთავსას და ის ხდება რუსთავის მფლობელი და ამიტომაც მიიღო მან თავის ზედწოდება უკვე როგორც ერისთავმა ზედწოდება რუსთველისა. აქედან ხდება ჩვენი შოთა რუსთველი, ეს არის გზა რუსთაველობამდე. ამიტომ ეს ისტორია, რომელიც ლაპარაკია რომ თვითონ მესხეთიდან იყო, ეს არ არის მასე. პავლე იგოროყო ასე განმარტავდა. შოთა გენეტიკურად ის მესხია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბაგრატიონთა გვარია. ბაგრატიონები მესხეთიდან მომავალი ხალხია. ის მართალია ჭოროხის ხეობაში იყო, მაგრამ ჭოროხი ეს იყო დიდი მესხეთის შემადგენელი ნაწილი. სპერიდან სპერში დაიბადა ბაგრატიონთა საგვარეულო. ასე რომ მესხების წენას არ შეიძლება ამ გაგებით ის მართლაც მესხური გვარის მატარებელია. მესხეთს რაც შეეხება და მესხურ გვარსაც აქ ალბათონი ანა მესხი ბრძანდებოდა, საოცარი წიგნი გამოსცა. მესხები 1000 წლის წინ კი არა, რა ვიცი, რამდენი 1000 წლის წინ ახდებოდა 5000 წლის წინ მესხებზე ისა აღწერილი ამ წიგნში. ასე რომ მესხების გენეტიკა შოთა რუსთაველთანაც გამოგვადგება იმისთვის, რომ აქ საქართველოში რომელიმე კუთხი გულნათკენი არ დარჩეს სიმართლის გამოჩენის გამო. რაც შეიძლება მოხდეს კიდევ სხვადასხვა. ამიტომ რუსთველობა, რომ ლაპარაკობენ იმაზე, რომ წერ ვინმე მესხი მელექსე, ეს ადამიანი ამბობს, რომ ვიღაცა მესხი ადამიანი წერ რუსთველისა დამისაო. სხვადასხვა ეს მონაკვეთი, მე მაგალითად კორნელი კეკელიძის განმარტება უფრო მომწონს ვიდრე პავლე იგოროყასი. ამას მე გეტყვით კიდევ რას გულისხმობ ამაში ყველაფერში. პავლე ამბობდა, რომ მე რუსთველისა დამისა ნიშნავს, რომ რუსთველის გაგრძელებად უწერო, ვიღაც მესხი მელექსეო. მაგრამ კორნელი კეკელიძე ძალიან კარგად აქვს მოყვანილი მაგალითები თავის ნაშრომში, რომელიც ასევე შეეხებოდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას, რომ ეს გაგრძელებას კი არ ნიშნავდაო, ნიშნავს, არამედ ნიშნავს, რომ მსგავსად რუსთაველისა ვწერო და არა გაგრძელება. მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ამ წიგნის მთავარი მიზანი არის ის, რომ აქ ჩვენ ნებისმიერი პატარა შეცდომაც კი, რომელიც შეიძლება ყველა ადამიანს დაემართოს და ეს შეიძლება პავლე იგოროყოსაც კი მოსწოდა, ეს ძალიან ხდებოდა ძალიან იშვიათად, მაგრამ მან ხდებოდა ის უნდა გარკვეულწილად საერთო მსჯელობით და არა მხოლოდ ჩემი მოსაზრებიდან, რამოდენიმე კაცის მოსაზრებით, საერთო მსჯელობით
შეივსოს შოთა რუსთაველის ნამდვილი ბიოგრაფია და ყველა ტერმინის განმარტება, რომელიც ასე მოგდგავს და აქ არის საკითხები, მაგალითად ელენე პეტრეველისა უფრო მომწონს ვიდრე პავლე გოროყასი, რომელიც აღავთაცი შეეხება, ეს მეორე ტომში შევა. იქ არის შოთა მესხიას განმარტებები ძალიან კარგად, ის მე უფრო მომწონს ვიდრე პავლე გოროყას, აი როგორ მოხდა აბულასანი რუსთავში ისტორია გვარდანიზების გვარი შემოდის და ახაც ცლად ბოლომდე დამაჯერებელი არ ჩანს ისტორიული ფაქტებით, მაგრამ აი შოთა მესხიამ უკვე კარგად დაადასტურა როგორ ხდებოდა ყველაფერი. ასე რომ პავლე გოროყას გარკვეული აზრები ჩვენ შეიძლება დავაკორექტიროთ სხვა ქართველი მეცნიერების შრომებიდან. ასე რომ ამ წიგნის ერთ-ერთი მიზანი კიდევ ისიც არის, რომ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და პავლემ შეცდომა არ დაუშვა, ეს არ არის ჩვენი მიზანი, ამის ხიცება. ჩვენი მიზანია, რომ სიმართლე საქართველოს დღევანდელმა თაობამ და საზოგადოებამ ერთად გადაწყვეტონ და ერთად აღიარონ, ვინ იყო კაცო ეს ჩემი გადაწყვეტი ხო არ არის? პავლე გოროყას არ უჯერებდნენ მთელი საუკუნეა ქართველები და აბა სხვას როგორ დაუჯერებენ, ამიტომ ერთობლივი ძალის გარეშე ერთობლივი მსჯელობის გარეშე საცეხვლა დღეს ჩაუყარა საფუძველი ბატონმა როსტომ ჭყიძემ ჩვენ კიდევ როცა გვექნება შეხვედრა ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება რომ ჩვენ განვიხილოთ ეს დიდი დაპირისპირებები მეცნიერებს შორის როგორ ჩამოყალიბდეს რომ ვინ უფრო შეიძლება და მართალი ყოფილიყო პარალელები ვეფხისტყაოსანთან აქ ჩვენ გვაქვს ასეთი ისტორია აქ არის მოყვანილი ზემოთა აბზაცში ტარიელის სიტყვებია ინდოეთის 7 სამეფოზეა საუბარი სადაც ერთი იყო ფარსად 6 იყო ფარსადარის მფლობელობაში და ერთი იყო ტარიელის მამის მფლობელობაში და შემდეგ ისინი გაერთიანდებიან ეს არის პარალელი ისტორიისა თუ როგორ შემოიერთა დავით აღმაშენებელმა ჰერეთის აერისთაო ახაც საქართველოს ერქვა 7 სამეფო 7 მეფენი იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში შემოსული ასე იხსენიება მთელი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქართლის ცხოვრებაში საქართველოს ამიტომ ეს პირველი პარალელია მეორე არის თვითონ თამარ მეფე და ნესტანდარეჯანი როგორც ხდებოდა მათი გამეფება თვითონ ტარიელი და ჩვენი შოთა რუსთაველი ეს ბიოგრაფია პრაქტიკულად ერთი ერთზე არის იმიტომ რომ აქ როგორც ტარიელს ეკუთვნოდა მეფობა და მარტო ნესტანდარეჯანი კი არ უყვარდა მას მეფობაც ეკუთვნოდა და ეს სიუჟეტური მომენტი სხვადასხვა ძალიან კარგად გახსენებული დამწიქში შევიდა ბატონი ლევან გიგინეიშვილის შვენიერი ნაშრომი არის არ ეხება ბიოგრაფიას არანაირად სიუჟეტის აღწერილობა ყველაზე ძალიან მომეწონა თუ როგორ განმარტა მან სიუჟეტები ურთიერთობა ფარსადანისა, სარიდანისა, ტარიელისა, ნესტანისა როგორ ხდება ეს პოლიტიკური ბრძოლები აი მომენტებში როცა ეს ხდებოდა და ეს პარალელები ივლება ასევე ტარიელსა და შოთა შორის იქ მამიდა საკითხი არის კიდევ დავარი და რუსუდანი ასე რომ მთლიანად პარალელები ხდება ვეფხისტყაოსანთან შოთა წერს თავის ბიოგრაფიას იქ ხდება გაორმაგება რა თქმა უნდა ტარიელისა და ავთანდილისა ასევე სიყვარული აქ სხვადასხვა რაკურსთაა წარმოქმნილი მაგრამ ის ადამიანი თავის თავს ყვება და ამიტომ აქ ბოლოში პატარა ჩემს დასკვნასაც ვაკეთებ ასეც რომ შოთა რუსთაველს თამარი არა მხოლოდ უყვარდა და ეს სიყვარული ალბათ ზეაღმატებულია სიყვარულებს და შორის რომელიც შეიძლება და აღწერილიყო პოემის სახით სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჯერ ვერცერთმა ადამიანმა ვერ მოახერხა ვერცერთ ეპოქაში ვერცერთ ენაზე როგორც სასაც ვეფხისტყაოსანი ქვია არა მარტო უყვარდა რო არ ყვარებოდა ამას ვერ დაწერდა ვერცერთი ადამიანი ამ ვეფხისტყაოსანს არამედ მას გარდა ამისა ეკუთვნოდა მეფობას დემნას გარდაცვალების შემდეგ იმიტომ რომ ის მამაკაცთა ხაზიდან ბაგრატიონების გოდიტიშტოკი იყო 300 წელი იყო გასული მაგრამ ასახის ჩამოსვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ასახ იგივე ასამი და ვარზა ვარდრომ ჩამოვიდნენ მაგრამ გენეტიკურად გვარი უცვლელი იყო ამიტომ როგორც მაშინ იყო მიღებული არ უნდა დაკარგულიყო მამაკაცის ხაზი და სწორედ შოთას ეკუთვნოდა მეფობა ამიტომ მას დაეწერა ვეფხისტყაოსანი ისე როგორც ის დაეწერა ასე რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ბრძოლაც და ჩვენ ვავთავრეთ ბატონო როსტომ უკვე ეს ახლა ბოლო სლაიდია აქ არის წინააღმდეგობები მეცნიერებს მოსაზრებებს შორის და ჩამოთვლილია საკითხები რაზე მიდის ბრძოლა რომელიც ამ წიგნშია შესული და რომელიც შესულია მეორე წიგნში აქ მოცემულია მაგალითად რუსთავის ქალაქ რუსთავის მეორე სახელი არის თუ არა არიში აქაც ბუდური პატრიარქს რასაც ჩვენი მეცნიერები დაუშვებენ ეს არის დანაშაული საქართველოს ისტორიოგრაფიაში რაც ხდება ნიკო ბერჯენიშვილი დაწყებული და მისი მოსწავლეებით გაგრძელებული ამბობენ რომ არიში არ ნიშნავს რუსთავს არა და 18 საუკუნეში ეს ილია აბულაძეს თარგმანი იყო მე მგონი მან აღმოაჩინეს 18 საუკუნეში სომხური თარგმანი ქართლის ცხოვრებისა სადაც სომხურ თარგმანში რუსთავს ეწოდება რიშა იგივე არიშა და თავს იკლავენ ჩვენი ნიკო ბერჯენიშვილები და მისი მოსწავლეები რომ არის არ არის რუსთავი. აი ნახავთ ამ წიგნში და უბრალოდ გული გეტკინებათ რა. როგორ შეიძლება ასევე გეტკინებათ გული რაც ჩამოთვლილია ყველაფერზე. აქ რაც წერია თქვენ ამას უკვე ხედავთ. აქ ცოტნე დადიანის მომენტებია კიდევ ამ წიგნში შესული რომელიც ძალიან საინტერესოა და კიდევ ბევრი სხვა რამ. და
ამ ბოლოში უკვე ლურჯი ფერი თქვენ ხედავთ რომ სწორედ აი ეს ციგნში რატომღაც ესე მოიფიქრე რომ გამეკეთებინა თემატური საზიებელი რომელიც პასუხობს ყველა კითხვას რომელიც კითხვას გაუჩნდება აი ამ მეცნიერების საკითხის დროს იმიტომ რომ ვეძებდი ერთ ციგნში მე მავიწყდებოდა რომ გვერდზე იყო მეორე ციგნში ერთმანეთთან ბრძოლის მომენტი როცა მიმდინარეობდა სამეცნიერო ასპარეზი როცა იყო ვეღარ წავალობდი მივხვდი რომ კითხველი ამას ვერ მოძებნი და დღეების განმავლობაში ამიტომ ყველა საკითხს რომელიც 35 თემაა წამოწეული მითითებულია ამ ციგნში შესული ყველა ნაშრომის გვერდები სადაც ამა თუ თემაზეა საუბარი და ესეც ხელშეწყობა არის კითხველებისთვის აი რას შემეძლო მოკლედ მოგახსენეთ ეს ინფორმაცია კიდევ ძალიან დიდია მაგრამ დღევანდელ დღეს მე მგონი საკმარისია ბუნებაში დიდი მადლობა როცა პავლე ენგოროკო თქვა შოთა რუსტელი იყო ბაგრატიონი გვერდითაშტო ბაგრატიონებისა ნიკო მას შეეხარდა და მე უნდა მეთქვა ესო და დამასწრო ძალიან დაინახა ვის აქვს შეკითხვა ვის აქვს სურვილი აზრის გამოთქმისა ბატონო ეს ტბელი ლაბუსერძესთან რაიმე კავშირი არ არის კავშირი არა ტბელ ლაბუსერძე სხვა არც იმის გამომავალია არა მოგზავნით რა აქეთ მოგზავნით კითხვა მაქვს ხოლმე ერთი სელექცია ხდება სახელის მიხედვით როგორც მარტო ბატონ პავლესთან არა ასევე იყო ასევე არის სარგის კაკაბაძესთან ასევე არის იგივე კორნელი კაკელისთან მაგრამ იქ არის კიდე ერთი გარდა გრიგოლიძეებისა ერთი შოთა კუპრი შოთა რუსთაველია აი შოთა კუპრიც ეს არის გრიგოლიძეა შოთა რუსთაველია ბატონო მერაბ გრიგოლიძეა თუ არ არის ეს არა გრიგოლიძე არ არის ეს შოთა რუსთაველია ეს შოთა რუსთაველია ზუსტად შოთა ციგნშია მეორე ტომშია განხილული ვინაიდან კუპრი ამ შემთხვევაში რელიგიური ზეწოდება აი ამ შოთაში რომელიც გულისხმობს გარდასრულს დოგმატიკიდან ეს არაბული სიტყვაა და კუფარი ნიშნავს რომ შენ განდგომილი ხარ რაღაც დოგმას და ამას შეარქვეს მაშინდელმა ქართველებმა შოთა რუსთაველს კაცო მთელი საქართველო გამოიგდა ზვიად გამსახურდიას და ამ ხელაკას არ გამოიგდებოდნენ მას მეგობრებო ეკუთვნოდა ამ ხელაპოემოს რომ სერდა რატო თუ არ არის გრიგოლიძე მაშინ როგორ არის შოთა რუსთაველი გრიგოლიძე გვარი არ არსებობს ჰერი ბაგრატიონელი ჰერია ჰერის ისტორია შოთა რუსთაველია რომელსაც იმ თაობამ ჟამთა აღწერელმა 100 წლის შემდგომ ადამიანმა მას შოთა კუპარი უწოდა ეხლა მესხური ვერსიის შესახებ დიახ ერთადერთი არგუმენტი რაც ბატონ როსტომის თავის რიგშია მოყვანილი ბატონ პავლეს შრომებიდან რომ იმ რუსთავის ემისი მესხეთის რუსთავის მფლობელი იყო ვინმე ღობიელი აზნაური მხოლოდ ეს არის არგუმენტი რომ ვთქვათ ერთ-ერთი არგუმენტია ბატონო მერაბ რუსთავი რომელიც სწორედ მაშინ ღობიელებს ეკუთვნოდათ არ მოიხსენიება ვიდრე მე-17 საუკუნემდე ის იყო პატარა დასახლება რომლის სახელსაც დიდ მინისტრს არ დაარქვევდნენ უნდა ყოფილიყავი რუსთავის ქალაქის საერისთავო ცენტრის რუსთავის ციხის მფლობელი როგორც ჯაყისა თორისა დადისა და ყველაფრისა რომ შენ გამხდარიყავი რუსთველი ასე რუსთავი კიდევ ჩვენ ხვდება გორთანას რუსთავი ხვდება რა თქმა უნდა ასმინდეს რაიონში მაგრამ ეს ჩამოთვლილია რამდენიმე ვარიანტია იმისა რომ აქ აღნიშნულია რომ ის იქ იმ რუსთავში მაშინ არანაირი ერისთავის რეზიდენცია არ მდებარეობდა იმიტომ რომ ეს იყო ადგილი პატარა სოფელი როცა ზღობიეთში ბევრ სოფელს იხსენიებს ერთ-ერთი ისტორიკოსი მაგრამ რუსთავს არც კი იხსენიებს იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მცირე დასახლება თავის დროზე შეიძლება იმ დროს არც კი არსებობდა ამ წიგნში ამას ნახავთ უკვე ზუსტად როგორც არის კიდევ შეკითხვა ან აზრის გამოთქმა ვის გინებავთ რა თქმა უნდა მხოლოდ მადლობა ბატონ დათოს ალბათ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ თვალსაზრისი რაობა შეიძლება არსებობდეს მეც მაქვს რაღაც შეხედულება ახლა შეგაწყენთ მაგრამ ასეთი წიგნის ნაშრომის შეკრება გამოცემა და ბატონ როსტომ თქვენს ძალიან დიდი მადლობა ნებისმიერ კვლევას უადვილებს მიადგეს საკითხს კიდევ უფრო კარგად ეზიოს ეს საკითხი არ დაიფანტოს გონება იმიტომ რომ ჩვეულებრივ ამ ჟამს ამ დროს ჩვენ ბევრი საკითხით ვართ დაკავებულები ან წყდებით მე რაღაც ისე უბრუნდებით
აი ესეთი თავმოყრილი ნაშრომი შექმნა, მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან დიდი საქმე, მე მგონი ამაში ყველა დამესწრა ხმება. ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. სიყვარულია ჩადებული, ახლა მე თქვენ ისმენდით, ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი. სურვილი ვიგრძენი, რომ მოწამლული პავლეტიანელია და სხვანაირად არ შეიძლება. სურვილი ვიგრძენი, რომ თქვენ თქვათ არაფილოლოგიური განათლებით უბრალოდ ქართული გულით გეძიებინათ ეს ყველაფერი და გეკეთებინათ ეს დიდი საქმე. ამისთვის გიხდით მადლობას, ბატონ როსტომ ხურხი მადლობას იმისთვის, რომ რედაქტორია ამ წიგნის, ამიტომ რომ ერთ-ერთი სასიგნალო ვერსია მე ჩემხდა და ეს კიდევ ცალკე სამადლობელია. მეც რაღაცაში მუშაობ რუსთავთან დაკავშირებით და დამეწმეთ უკვე დაწერილი მაქვს, მაგრამ მაინც კიდევ სხვანაირად შევხედავ, კიდევ დაყოვნებულია ეს ყველაფერი, იმიტომ ასე თავმოყრილი მართლაც არის ძალიან დიდი საგანძური და მადლობა თქვენ ქართველობისთვის, მადლობა თქვენ ამ საქმისთვის და მადლობა იმისთვის, რომ შოთა რუსთაველი მაინც ეს არის სისხლძარღვი ქართული აზროვნების, ქართული არ მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის და ამაზე გახარჯული და ენერგიისა და სიყვარულისთვის ერთით მადლობა სულს ვიტყვი. დიდი მადლობა. ბატონო პაატა, ხომ არ ბრძანებდით? ვისაც რაიმეს სურვილი. მაშინ ბატონ დავით გადაუხადოთ მადლობა ამ კარგი საქმისთვის და მე ვიტყოდი დიდი საქმისთვის, იმიტომ რომ ეს არის დასაწყისი, რომელიც გაგრძელდება და დაგვირგვინდება ისე როგორც პავლე გოროყოს სახე შეეფერება და როგორც თანამედროვე ქართულ მეცნიერება შეეფერება, თანამედროვე ქართულ ყოფა შეეფერება, ეს არის გზამკვლევი მომავალი საქართველოს. დიდი მადლობა თვითონ თქვენგანს დღევანდელი დღისთვის 2 კვირის შემდეგ კვლავ შევხვდებით 25 მარტს და საგანგებოდ გამოცხადდება თემა მაშინდელი შემოქმედება. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი საქმეა გაკეთებული.